რო იცოდეთ რამ ხელა ეპიზოდი გალოდებათ წინ, უბრალოდ უკვე იცით, უკვე შეხედავდით რამ ხელა არის ეს ეპიზოდი. როგორც უკვე მიხვდით სათაურიდან, თემა არის ქალური ენერგიის ამაღლება შესაძლებელია თუ არა, საერთოდ მუშაობს თუ არა ეს ტექნიკები, როგორ ქალებს შეუძლიათ ქალური ენერგიის ამაღლება და როგორებს არ შეუძლიათ, ეს ყველაფერი რეალურია თუ უბრალოდ სქემია და ზოგადად რა ხდება ქალური ენერგიის თემაში და ქალური ენერგიის გარშემო. ძალიან ბარაქიანი ჩენელინგი იყო, დაახლოებით 40 რაღაცა წუთი არის ჩანაწერი და თითქმის ამომწურავად არის ნასაუბრები. ეხა მოვუსმინე, წინ სიტყვას მე ვაკეთებ ხოლმე, როცა ვუსმენ ჩანწერში, თუ რამე გამორჩენილია ან არალოგიკურია, რომ ასევე წინ სიტყვას ჩავსვამ, იმიტომ რომ ჩენელინგის დროს იქიდან ყველაფერი ძალიან ლოგიკური ჩანს და მე შეიძლება რაღაცები არ იყოს ხოლმე ისე დალაგებული სინქრონში. მოკლედ დავამატებ იმას, რომ ზოგადად ქალურ ენერგიაზე და შაქტიანულ ქალებზე მე მაქვს რამოდენიმე ეპიზოდი, ოღონდ არა ჩენელინგის, არამედ უბრალოდ ესე ვთქვათ ვებინარების ტიპის ეპიზოდები მაქვს ჩაწერილი. ან YouTube-ზე არის კიდეც პლეილისტი კვანტური სულები და ურთიერთობები, თუ არ ვცდები ესე ვქვათ, კვანტური ურთიერთობები. ვიდეოს აღწერაში დავდებ ამ პლეილისტის ლინკს და ვისაც გაინტერესებთ, დამატებითი ინფორმაცია ამ თემის გარშემო იმ რამოდენიმე ეპიზოდში შეგიძლიათ ნახოთ, იმიტომ რომ ის ეპიზოდები უფრო დიდი ხნით ადრე არის ჩაწერილი და შესაბამისად ამ ჩანაწერში რაღაცებზე არ ვისაუბრე, იმიტომ რომ იქ უკვე ნასაუბრები იყო. შესაბამისად თუ ის ეპიზოდები არ გინახავთ და ეხა ან პირველად შემოხვედით ჩემს ვიდეოზე, ან ამ თემას პირველად ჩაეხეთ, ის პლეილისტი აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ დამატებით ინფორმაციას მოგცემთ. ეს თემა არ არის მარტივი, საკმაოდ რთული და ჩახლართული თემა, ამიტომაც გამოვიდა ამდენი ხანი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ აი ამომეწურა როგორც კი შეიძლება და ყველა მხრივ ეს საკითხი, რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება რომ გაჩნდეს კითხვები და ველოდები კიდეც თქვენგან კითხვებს, იმიტომ რომ ვიცი, რომ რთული თემაა. ასევე მინდა წინა სიტყვაში აღვნიშნო ის, რომ როდესაც გამტარობით ვსაუბრობ, ძალიან უცნაურად ვიყენებ ხოლმე რაღაცა სიტყვებს, ხანდახან ცოტა უაზროდ ვსვამ, ხანდახან გრამატიკულად არასწორად ჯდება, ხანდახან ისეთ სიტყვებს ვსვამ, რომ ვინმეს ეგონება, რომ რომელიმე სხვა უცხოენი და რომ გადათარგმნიდა ადამიანი, ისე ვიყენებ რაღაც სიტყვებს, მაგრამ ესე ხდება ხოლმე, ანუ გამტარობის დროს ტვინი, ანუ ფიზიკური, ნეირონული სისტემა ადამიანის, ბიოლოგიური ადამიანის, ხო, ბიორობოტის ასე ვთქვათ, ნეირონული სისტემა ცოტა სხვანაირად მუშაობს და ცოტა სხვანაირი საუბრის მანერა მაქვს, როდესაც ვაჩვენებ ინფორმაციას, როგორც ტემბრი, ასევე ცოტა ხმაც მესულება ხოლმე და სიტყვებსაც ცოტა უცნაურად ვიყენებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რო გადავხედავ ხოლმე, ყველაფერი მაინც გასაგები არის შინაარსობრივად. სანამ ამ ეპიზოდს ჩავწერთ, მანამდე Instagram-ზე შინაურულ ჩატში, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ ჩემს Instagram პროფილზე არის მიმაგრებული და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოსვლა. იქ გავაკეთე პატარა გამოკითხვა, რომ თუ მეთქი გქონიათ სურვილი, ოდესმე ზოგადად რაიმე ქალური ენერგიის ამაღლების პრაქტიკების გავლის, ან თუ გაგიuliათ და ზოგადად რას ფიქრობთ მეთქი ამასთან დაკავშირებით თქო და უმრავლესობა ადამიანმა უპასუხა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, რომ უნდათ ამის გაკეთება, რომ ატყობენ, რომ დაბალი აქვთ ქალური ენერგია და ამის გამო, გოგოებში არის რა თქმა უნდა ეს გამოკითხვა, ხო? და ამის გამო რაღაცა კუთხით მათი ცხოვრება გარკვეულწილად ზარალდება, იმიტომ რომ ქალური ენერგია არ აქვთ მოწოდების სიმაღლეზე, ან გახსნილი, ან გააქტიურებული და ასე შემდეგ. და ძალიან ცოტა კომენტარი იყო იმის შესახებ, რომ რავი, დიდად ამაზე არ უფიქრი ადამიანს, ან არ თulis საერთოდ საჭიროთ, რომ აქ რაიმე გასაკეთებელი აქვს. ასევე იყო მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი სქამია და უბრალოდ ყიდიან ასეთ კურსებს, სადაც გონებია, რომ ქალურ ენერგიას აგიმაღლებს და ცოტა გაჰაიპებული თემა. ხო და მე პირადად ყველა მათგანს დავეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალური ენერგია, ოღონდ მათთვის, ვისაც იმ ქალებისთვის, ვინც არის რეალურად შაქტიანული ენერგიის მატარებელი და ყველა ქალი არ არის შაქტიანული ენერგიის მატარებელი და ამას ამ ჩანაწერიდანაც გაიგებთ, რა და როგორ არის და იმ პლეილისტშიც დამატებითი მასალიდანაც შეგიძლიათ რომ შეიტყოთ, როგორ ხდება ზოგადად შაქტიანული და გოპი ქალის მოვლინება, ანუ ეგრეთ წოდებული მაგირანები და გოპები, როგორ მოდიან დედამიწაზე და ვის რა ფუნქცია აქვს. ასევე იმასაც ვეთანხმები, რომ რეალურად
არა აქვს ყველას ეგ მიზანი და ყველასთვის არ არის სწორი, რომ მაინც და მაინც ქალური ენერგია აიმაღლოს, იმიტომ რომ გოპ ქალებს, ვისაც არ აქვს შაქტიანული ენერგია, ვერაფერს ვერ აიმაღლებენ, ამიტომ მათთვის საერთოდ საჭიროება არ არის ასეთი სეანსების გავლის. და ასევე იმასაც ვთანხმები, რომ ძირითადად ქამია და ეს რაღაცა გაჰაიპებული თემა, სადაც ძალიან პოპულარული თემაა და ძალიან კარგად იყიდება ამის სემინარები და კურსები. ასე რომ სამივე მხარეს ვეთანხმები, უბრალოდ იმისთვის, რომ ხა გავარკვიოთ, რატო ვეთანხმები თითოეულ მათგანს და რა განსხვავება და ვისთვის არის თითოეული მიმართულება, რომელიც ახლა ჩამოვთვალე ამისთვის უკვე, აი ამ ჩანაწერში მოისმენთ ყველაზე ვრცლად განხილულ მასალას ამ თემასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნა, რომ ეს თემა არ არის მხოლოდ ქალებისთვის, იმიტომ რომ მამაკაცებისთვისაც ძალიან სასარგებლო ინფორმაცია არის მოცემული და იმისთვის, რომ იცოდეთ, ვინ ყავთ გვერდით შაქტიანული ქალი ყავს თუ გოპი ქალი ყავთ და საერთოდ ვინ არის თქვენი მეწყვილე და ვინ უნდა იყოს თქვენი მეწყვილე, თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ეს ინფორმაცია. ახლა კი მადლობა დონაციისთვის, კომენტარებისთვის, გამოწერებისთვის, რა ვიცი, კომპლიმენტებისთვის, ყველანაირი ინტერაქციისთვის, რა ენერგიაც ჩემთვის გემეტებათ. ასევე ძალიან დიდი მადლობა სიყვარულს, რომ იგზავნით ხოლმე, ძალიან საყვარლები ხართ და მაძლიერებას და სასიამოვნო მოსმენა თქვენ. რატომ არის სამყაროში, რომ ამდენი რაღაცა კურსები, რიტრიტები და სემინარები არსებობს ქალური ენერგიის გაღვიძება ამაღლებაში? რას ნიშნავს საერთოდ ქალური ენერგია? როგორ ვლინდება და რამდენად საჭიროა, რომ ამ ქალური ენერგიის მასიური გამოღვიძება და ამაღლება მოხდეს? ქალური ენერგია, ეგრეთ წოდებული შაქტის ენერგია, არის ენერგია, რომელიც სამყაროს ამოძრავებს და ქმნის. საერთოდ ანუ ამ ენერგიის გარეშე წარმოუდგენელია რამის შექმნა. თავად დედამიწა არის შაქტის ენერგია. მამაკაცური ენერგია არის ის, ვინც ამ ენერგიაზე, ანუ შაქტის ენერგიაზე შემოაშენებს უბრალოდ ამით ახლა მამაკაცური ენერგიის ხიბლს არ უკარგა, უბრალოდ სწორად უნდა იქნეს გაგებული. ეს მას არ ნიშნავს, რომ ქალის ენერგია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მამაკაცის, ან პირიქით, უბრალოდ სამყაროში ესე არის დალაგებული, რომ ღმერთმა ქალში ჩადო ის რაღაცა მარცვალი და ის რაღაცა ნიადაგი, რომელზეც მამაკაც შეუძლია, რომ მთელი რაღაცა იმპერია დააშენოს და სწორი ქალი და სწორ ქალთან ურთიერთობა მამაკაცს ძალიან ბევრი რამის შესაძლებლობას აძლევს. რა თქმა უნდა, აქაც ყველა მამაკაცი არ გულისხმება, იმიტომ რომ ზოგ მამაკაცი არის ეგრეთ წოდებული უბრალოდ მომხმარებელი. ეს მარტო მამაკაც არ ეხება, ზოგადად სამყაროში ესე არიან მომხმარებლები და არიან შემქმნელები, ხო? შესაბამისად, სულები, რომლებიც შექმნისთვის არიან მოსულები, ქალებიც და მამაკაცებიც, მათ შორის ურთიერთობაზე ვსაუბრობ ახლა და არა მომხმარებლები, იმიტომ რომ მომხმარებელი თუ არის კაცია თუ ქალი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ვერ გამოიყენებენ ამ ენერგიას, ხო? იმიტომ რომ მომხმარებელ ქალში შაქტის ენერგია არ არის. ანუ აი როგორც არის ეს ტერმინი გოპი, ხო? და შაქტიანული ქალი და გოპი, ზუსტად აი ესე შემიძლია აგიხსნა. ანუ გოპი არის ქალი, რომელსაც შაქტიანული ენერგია არ აქვს და ეს შაქტიანული ენერგია უბრალოდ როგორც მომხმარებელი ესე რომ იცხოვროს დედამიწაზე, მაგის ენერგია აქვს და გამრავლების ენერგია აქვს და შაქტიანული ენერგია არის შექმნის ენერგია და ზოგ ქალს ეს საერთოდ არ აქვს. ანუ ზოგი გოპია და ზოგი შაქტიანულია. ეს მას არ ნიშნავს, ასევე უნდა დავსძინო, რომ რომელიმე ერთმანეთზე ცუდია ან მაღლა არის ან დაბლა არის, ეს ყველა ჩვენთაგანი სულის არჩევანია. ის შაქტის ენერგიით გამტარი იქნება დედამიწაზე დაბადებისას თუ არ იქნება და იქნება გოპი. ასე რომ აქ არაფერი არ არის სათაკილო ან ვინმე შესადარებელი, როგორც ადამიანის გონებას ჩვევია ხოლმე, უბრალოდ ზოგჯერ ისეა და ზოგჯერ ასეა, ვისი სული რა გამოცდილებებისთვისაც არის მოსული. შაქტის ენერგია მართალია დედამიწაზე არის და შაქტიანული ქალები ბევრნი არსებობენ. ბევრნი რა, ანუ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დედამიწის უმრავლესობა ბოტით არის დასახლებული და ძალიან მცირე არის ინკარნირებული სულები და ამ ინკარნირებულ სულებში დაახლოებით 30% შაქტიანულია და 70 გოპი. აქედან გამომდინარე, აი ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ცოტა ნამდვილად არ არის შაქტიანული ენერგიის ქალი მოსული დედამიწაზე, იმიტომ რომ
ასევე დედამიწაზე არის ნამდვილად დრო იმისა, რომ რაღაცა ახალი აშენდეს, მაგრამ იმისთვის, რომ ახალი აშენდეს, შაქტიანული ქალები ძალიან დიდ ტანჯვასაც გადიან. აი, როგორც იგივე ტერმინოლოგიაში რო განვავრცოთ, ეს არის იგივე მაგირანი ქალები, ხო? სამი სახის შაქტის ენერგიის მატარებელი ქალები, რომლებიც ძალიან დიდ ტანჯვას გადიან. სწორედ ესეთი ქალები არიან ყველაზე რთულ, ყველაზე რაღაცა არა ჰუმანურ და არა სწორ ურთიერთობებში, იმიტომ რომ ურთიერთობიდან როგორც ყოველთვის ყველაზე კარგად ვსწავლობთ რაღაცებს და ძალიან დიდი განსხვავება არის, აი მოდი ავიღოთ უბრალოდ რაიმე კომპანია, სადაც არსებობს კომპანიის მენეჯერი და არსებობს კომპანიის, თქვათ, ბუღალტერი, ხო? ანუ ბუღალტერს მოეთხოვება მხოლოდ ბუღალტერიის ცოდნა, მაგრამ მენეჯერმა უნდა იცოდეს ძალიან ბევრი რამე, რომ კომპანია იყოს გამართული და იდგეს ფეხზე და შეგვიძლია ანალოგი გავაკეთოთ, რომ ბუღალტერი არის გოპი, ქალი, რომელიც უბრალოდ თავის საქმე იცის და თავის საქმეს აკეთებს და არ აქვს ბევრი პასუხისმგებლობები, ხოლო დირექტორი კომპანიის არის მაგირანი ქალი. ანუ შაქტიანული ენერგიის მატარებელი ქალი, რომელმაც გარდა იმისა, რომ კომპანიის მართვა უნდა იცოდეს, პარალელურად ძალიან ბევრი რამე უნდა იცოდეს და მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი, უნდა ქონდეს ძალიან დიდი გამოცდილება თუნდაც ადამიანებთან, კადრებთან ურთიერთობის, ხო, ცოტა ფსიქოლოგიაც უნდა იცოდეს, ცოტა ინტუიციაც უნდა ქონდეს საკმაოდ კარგი, რომ პროცესები სწორად მართოს, ასევე უნდა შეეძლოს კრიტიკულ სიტუაციებში სწორი რეაგირება, უნდა შეეძლოს სტრესთან გამკლავება, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა პლასტი შემოდის, რაც უნდა შეეძლოს, ხო, მართლს იმისთვის, რომ კომპანია სწორად იმართოს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს გამოცდილებები მიიღოს მენეჯერმა, ანუ ამ შემთხვევაში შაქტიანულმა ქალმა, ანუ იგივე მაგირანმა, ხო, მას უწევს ცოტა რთული პროცესების გავლა დაახლოებით 40 წლამდე. 40 წელიც არა ვუქვათ როგორც დედლაინი, უბრალოდ დაახლოებით არის ნათქვამი. შეიძლება ქალმა გაიაროს 30 წლამდე, შეიძლება 27 წლამდე, შეიძლება 40-აც გადაცდეს ზოგიერთ შემთხვევაში, მაგრამ დაახლოებით შაქტიანული ქალის მომწიფების ასაკი ეხა დღესდღეობით დედამიწაზე არის 38-40 წლამდე. ანუ მერე უკვე შაქტიანული ქალი შედის მის მაქსიმალურ მაგირანულ გამოვლინებაში და უკვე შეუძლია ეს პროცესები კომპანიის ძალიან სწორად მართოს და გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი დიდი გამოცდილება არის საჭირო, რომ მიიღოს მაგირანმა, ანუ შაქტიანულმა ქალმა, ხო, ამიტომაც ის გადის დიდ სირთულეებს. ხანდახან ქალები, ასეთი ქალები ხშირად ფიქრობენ, რომ რაღაცა ძალიან ცუდი კარმა აქვთ, ან ეს დიდი სატანჯველები რატო შეხვდათ, როგორც ყოველთვის კომპლექტშია ხოლმე უფრო. ანუ ოჯახიც ტოქსიკური შეიძლება იყოს, ან რომელიმე ოჯახის წევრი, ხან შეიძლება რომ ყველა ოჯახის წევრი ძალიან ტოქსიკური იყოს და სხვადასხვა რაღაცები იყოს, ხო? თქვათ ერთი ოჯახის წევრი მაგალითად ნარცისია, მეორე დამოკიდებულია, მესამეს კიდე რაღაცა აქვს და საერთო ჯამში ოჯახიც ძალიან მძიმედ არის ხოლმე, ანუ დამძიმებული ოჯახი ყავს და ასევე ურთიერთობაშიც ყოველთვის მძიმე სიტუაციებია ხოლმე და შაქტიანულმა ქალმა შეიძლება აღიქვას, რომ რა დავაშავე მე, რომ ყველაფერი ეს სიმძიმე მე შემხვდა, მაგრამ აქ დაშავება არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ შაქტიანული ქალი ისედაც კარმისთვის არ მოდის დედამიწაზე, ეს არის ვარსკვლავური სული, რომელიც მოდის როგორც სამყაროს არქიტექტორი. შესაბამისად, ეს ყველაფერი უბრალოდ გამოცდილების ნაწილი არის, რომ მერე შაქტიანულმა ქალმა შეძლოს სამყაროს შექმნა, უკეთესობისკენ გარდაქმნა და შექმნა. შესაბამისად, შაქტიანული ქალები არიან დედამიწაზე. მაგრამ უმრავლესობა ქალები, რომლებიც გადიან ამ სემინარებს და სხვადასხვა კურსებს, სადაც ქალური ენერგიის გაღვიძებაზე ან განვითარებაზე არის, უმრავლესობა ქალები გოპები არიან, ანუ მათ არც აქვს შაქტიანული ენერგია იმისთვის, რომ რამე გამოანათონ ან გაუმჯობესონ ან გამოანთავისუფლონ ან რაიმე ეგეთი. შესაბამისად, ვერც ერთი ასეთი კურსი მათთვის ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ შაქტიანული ენერგია არ არის ამ სამყაროში შექმნადი, ეს ენერგია ან მოყვება და ჩამოგაქვს დედამიწაზე ინკარნაციის დროს და ან არ მოყვება და არ ჩამოგაქვს და თუ არ ჩამოგიტანია, ვერც ვერაფერს ვერ გააღვიძებ და ვერც ვერაფერს ვერ განავითარებ. ამიტომ უმრავლესობა ქალებისთვის ასეთი სემინარები არ მუშაობს და ვერასდროს ვერ იმუშავებს, იმიტომ არა რომ მაინც და მაინც სწავლება არ არის სწორი, არამედ იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც არ აქვს ფუნქცია, ამ ენერგიის, ამ ზოგადად არ აქვს ეს
ენერგია ის ვერაფერს ვერ განავითარებს, ხო, ძალიან ლოგიკური ამბავია. ხოლო იმ ქალებისთვის, რომლებიც არიან შაქტიანული ენერგიის მატარებელი ქალები, მაგ შემთხვევაშიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არ მოხდება ასეთი სემინარებით და სწავლებებით ამ ენერგიის ამაღლება და გარდაქმნა. ესეც არ არის მაინც და მაინც იმასთან კავშირში, რომ არაპროფესიონალები არიან და ცუდად ასწავლიან ან რაღაცა მსგავსი. ეს უბრალოდ იმასთან არის კავშირში, რომ ცხოვრების პირველ ნახევარში, როგორც აღინიშნა დაახლოებით 40 წლამდე საშუალოდ, მაგირანი, ანუ შაქტიანული ქალი გადის ძალიან რთულ გაკვეთილებს იმისთვის, რომ მიიღოს გამოცდილება. და შესაბამისად, სანამ ჯერ გამოცდილებების ეტაპზეა, ანუ გამოცდილების მიღების ეტაპზეა, შაქტიანულ ქალს დიდად არ ჭირდება შაქტის ენერგია, რომ ქონდეს მაღალი. იმიტომ რომ პირველ რიგში რა ხდება, როდესაც შაქტის ენერგია ქალს აქვს მაღალი, ის ხდება ძალიან ტკბილი ენერგეტიკა მის არის, აი უტკბეს, აი როგორც ფუტკარი მიისწრაფის, რომ დაეწაფოს ყველაზე უტკბილეს ყვავილის ნექტარს, ხო? აი ესეთი ტკბილი ხდება მისი ენერგია და გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად მეტერიალურ სამყაროში ძალიან ცოტა არის ამ ეტაპზე ღვთაებრივი ენერგია. უბრალოდ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ტოქსიკურობით და მეტრიცის რაღაცა შაუბნელი ამბებით არის გადაფარული. და ამიტომ ნებისმიერი ღვთაებრივი ენერგიის გამტარობა, თუნდაც შაქტიანული ენერგიის სახით, რომელიც პირდაპირ ღმერთის ენერგია არის, უბრალოდ ქალურ პოლუსზე, ხო, ძალიან ჭრის თვალს დანარჩენ ყველა ადამიანს და შესაბამისად, აი მაგალითად, აი ძალიან გემრიელი საჭმელით რომ მიხვიდე დამშეულ ხალხთან, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ყველა დაგესევა და ერთმანეთსაც კი დაჭამენ, ოღონდ ეს საკვები მიიღონ, ხო? აი უდაბნოში რომ და მწყურვალებს მიუტანო წყალი, ესეთი რაღაცა არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი სამყაროში დაეძაბს ღვთაებრივ ენერგიას, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი სასიცოცხლო ენერგია და რეალურად რასაც ვეძებთ თითოეული ჩვენთაგანი მატერიალურ სამყაროში არის ღმერთი და ღვთაებრივი ენერგია. შეიძლება ადამიანს საერთოდ არ ჯეროდეს, ანუ ტვინს და ეგოს არ ჯეროდეს ღმერთის, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ადამიანის სული ინკარნირებულ სულს გულისხმობ და არა ბოტოს, აბსოლუტურად ყველა სული ეძებს სიყვარულს და ნებისმიერი სურვილი, რომელიც მატერიაში არსებობს, განპირობებული არის ღმერთის სიყვარულის და ღმერთის პოვნის სურვილით, ხო? თუნდაც იგივე ურთიერთობაში ყოფნაც მაგიტო გვინდა სიყვარული, მაგიტო გწყურია, წარმატება მაგიტო გწყურია, რომ ეს ყველაფერი არის ღმერთთან გამციანების ფორმები. რა თქმა უნდა, ხშირად მახინჯდება სხვადასხვა ეგოცენტრულ ვარიაციებში, მაგრამ საერთოდ ჯამში ნებისმიერი სურვილი განპირობებული არის ისევ ღმერთის პოვნის და ღმერთის ენერგიასთან ახლოს ყოფნის სურვილით. შესაბამისად, შაქტიანული ქალი, რომელსაც ისედაც მოყვება შაქტის ენერგია, სანამ ის ტრანსფორმაციას არ გაივლის და არ ისწავლის თუნდაც სწორი ბარიერების დაყენებას, სწორად თავისი ენერგიის შეფასებას, საერთოდ სანამ გამოერკვევა, რომ თურმე შაქტიანული ქალია, თურმე ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია, თურმე რაღაცა მისიით არის ჩამოსული, თურმე დიდი საქმეები აქვს დედამიწაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სანამ ამ ყველაფერში გაერკვევა, მანამდე მასში ეს შაქტიანული ენერგია არის ძალიან დაწეული. განსაკუთრებით შივაიტურ მაგირანებს გულისხმობ, რომელსაც იმდენად არასტაბილური შაქტიანული ენერგიის გამომუშავება შეუძლიათ, რომ აი შეიძლება უცებ შტორმივით მოასხათ ამ შაქტიანულმა ენერგიამ და რა ვიცი 1-2 დღე ძალიან დიდი საქმეები გააკეთებინოს და რაღაცა პერიოდის განმავლობაში შეიძლება ნული ქონდეთ შაქტიანული ენერგიის გამტარობა, ხო? შესაბამისად სანამ შაქტიანული ქალი ანუ მაგირანი არ მივა მაგ წერტილამდე, რომ ის უკვე გარკვეულია, ის უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს შეძენილი, უკვე იცის თავის ფასი, უკვე იცის როგორ მოიქცეს, შეუძლია რომ უფრო სწორად და უფრო სტაბილურად გახდეს შაქტიანული ენერგიის გამტარი და აი მოდით წარმოვიდგინოთ, რომ კი შაქტიანული ქალი იბადება შაქტიანული ენერგიით და ის არის გამტარი ამ შაქტის ენერგიის ხო, მაგრამ აი მოდით მოვიდგინოთ, რომ უბრალოდ სხედვართ მანქანაში და ტორმუსა გვაქვს ფეხით დაჭერილი, ანუ მანქანა დაქოქილია, მაგრამ ჩვენ ტორმუსა გვიდგას ფეხი. დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის, ხო? აი, თქვა საცობში ვდგევართ და ტორმუსა გვიჭერია ფეხი, მაგრამ მანქანა დაქოქილია. ასეთი სიტუაცია არის დაახლოებით, რომ წარმოიდგინოთ, რომ შაქტიანული ქალი არის დაქოქილი, ანუ მასში არის შაქტის ენერგია, უბრალოდ რაღაცა ეტაპამდე არის ტორმუსა დაჭერილი და ძალიან ოდნავ მიეწოდება, ხო? ანუ როცა
ტორმუზა გვაქვს დაჭერილი, კი, მანქანა დაქოქილია, მაგრამ მინიმალური ენერგია იხარჯება, იმიტომ რომ გაჩერებული არის მანქანა, ხო? ხო და სწორედ ასე ხდება და მაშინ, როდესაც მაგირანი ანუ შაქტიანული ქალი შედის თავის სრულ პოტენციალში და ის მთლიანდება თავის თავთან, მთლიანდება თავის საწყისთან, ის მთლიანდება ღმერთთან და თავის თავში სრულყოფილების პროცესს გადის, ხო? რაც დაკავშირებულია ამ თავის ბნელ მხარეებთან, უბრალოდ დაჩრდილ მხარეებთან, შეერთება, ჰილინგი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ხო? რაგაცაც გადის ზოგადად შაქტიანული ქალი, სანამ სრულქმნამდე მივა. ანუ მანამდე მისი შაქტის ენერგია არის დატორმუზებული. ოღონდ იმიტომ არა, რომ ცუდია და არ გზავნიანან რაღაცა. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი შაქტის ენერგიის გამტარი არის ქალი, მით უფრო ნებისმიერი პარაზიტი ამ სამყაროში მასზე, აი როგორც პეპელა შუქსა, ესე მიფრინავს და ყველა იწყებს ამ ენერგიის გლეჯვას მისგან და წართმევას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ სამყაროში შაქტიანულ ქალს, ანუ მაგირანს ტორმუს ფეხს აუშვებენ და მთელი თავის ბუნებრივ გამოვლენებაში ამ შაქტის ენერგიას მასში ჩაუშვებენ, რა ხა ესე ვსაუბრობ, ეგრე არ წარმოიდგინოთ, რომ ვიღაცა არის, ვინც მაგას აკონტროლებს, ეს ყველა შაქტიანული ქალის თავისი უმაღლესი მესგან კონტროლდება, ხო? ავტომატურად, ხო და როგორც კი ქალი სრულქმნას დაასრულებს, ხო, მაგირანი, ანუ მერე უკვე შეიძლება რომ ეს მდინარესავით ეს შაქტის ენერგიის დინება აღდგეს მასში. შესაბამისად, ამ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ისევ და ისევ შაქტიანული ქალი არ დაზიანდეს, ამიტომაც ასევე როგორც გოპები ვერაფერს ვერ მიიღებენ ასეთი სემინარებისგან და ქალური ენერგიის გაღვიძებიდან, ისევე შაქტიანულ ქალსაც არ ეხმარება ეს პრაქტიკები. ისევ და ისევ აღვნიშნავ, იმიტომ არა რომ პრაქტიკა არ მუშაობს, იმიტომ რომ ყველა ადამიანისთვის არსებობს სწორი დრო. თუ მაგალითად მოხდა ესე და დაემთხვა, რომ მაგირანი სრული ქმნა და თავის სრულ პოტენციალშია და ეხლა ტორმოზი უნდა მოიხსნას და შაქტიანული ენერგია მასში უნდა ჩაიღვაროს მდინარესავით, ხო? და ამ დროს მაგალითად გაიარა რაიმე მსგავსი სემინარი, რა თქმა უნდა, დაემთხვევა და რა თქმა უნდა ეს კურსები თუ სწორია, რა თქმა უნდა, დაეხმარება, მაგრამ სხვა შემთხვევაში მაინც მაგირანზე არის დამოკიდებული დროზე ადრე თუ მივა არ დაეხმარება ნამდვილად. იმიტომ რომ ეს მისთვის საზიანო იქნება და ზოგადად სამყაროში არსებობს ესეთი კანონი, რომ ნებისმიერი რაღაცა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს სამყაროში, თუ კონკრეტული ადამიანისთვის არის საზიანო, მაშინ მისთვის ამაზე არ იქნება წყალობა და თანხმობა მისივე უმაღლესი მესგან, ხო? ანუ აი მაგალითად თუ ადამიანს უნდა რომ ქონდეს ბევრი ფული, მაგრამ ეს რაღაცა კუთხით მისთვის შეიძლება იყოს საზიანო, პირველ რიგში მუშაობს უსაფრთხოების კანონი, რომ ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა ჩვენი უსაფრთხოების ფარგლებში. მეორე მომენტია კიდე, რომ შეიძლება ზუსტად იმ ბევრ ფულში რაღაცა გაკვეთილიც იყოს და ვიტესტებოდეთ და ამ შემთხვევაში მაშინ რა თქმა უნდა ეს ხელს არ შეგვიშლის და წამოვა აქ ბევრი ფული, მაგრამ საერთო ჯამში უსაფრთხოება არის პირველადი და ამ სამყაროში ისედაც ყველა ჩვენი გაკვეთილების სასწავლებლად მოვდივართ და კიდე დამატებით გასაჭირები ნამდვილად არ გვჭირდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ადამიანები იმ თავის 1 და 2 პრობლემაში, რომლის დასამუშავებლადაც მოდიან, იქაც წლები იჭადებიან და იქაც წლები ბუქსაობენ. ამიტომ კიდე დამატებითი პრობლემები ნამდვილად არ არის საჭირო და სამყარო ყოველთვის გვაცილებს ჩვენ დამატებით რაღაცა პრობლემებს. შესაბამისად, გამოდის, რომ ესეთი კურსები ქალური ენერგიის ამაღლებაზე და ქალის გაღვიძებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არ მუშაობს, იმიტომ რომ თვითონ მაგირანი უნდა იყოს ამისთვის მზად. თუ დაემთხვა, რომ მაგირანი მზად არის, მაშინ შეიძლება იმუშაოს და დროზე ადრე ამ ენერგიის, ასე ვთქვათ, ტორმოზიდან ფეხის აშვება კატასტროფული შედეგებით შეიძლება დასრულდეს და ხშირ შემთხვევაში ქალები ნატრულობენ ხოლმე, აი განსაკუთრებით ვისაც გონია, რომ ბევრი მასკულინური ენერგია აქვს, ამანაც არ შეგაშინოთ, იმიტომ რომ მაგირანში და შაქტიანულ ქალში ასევე ნიშნავს იმას, რომ როცა ქალი შედის, ანუ მაგირანი შედის თავის გამთლიანებაში და თავის სულქმნაში, ეს იმას გულისხმობს, რომ ის თავის თავში უკვე ამთლიანებს პოლარობებს და შესაბამისად მას თავის თავში უკვე თავისი არხატიც მიღებული ყავს, ანუ მასკულინური ენერგია და შესაბამისად შეიძლება ხანდახან ეგრე აღიქმებოდეს ქალის მხრიდან, რომ მე რაღაცა ბევრი მასკულინური ენერგია მაქვს, თუმცა სრულქმნილ მაგირანში ეს ბუნებრივია და როცა სრულქმნა ხდება, მაშინ ხვდება უკვე ქალი, რომ ეს ძალიან ბუნებრივი მდგომარეობაა და ამისი არ უნდა ეშინოდეს. თუმცა
ნუ არის დღესდღეობით ესეთი ტენდენცია, რომ გვაჯერებენ, რომ ნუ ესეთ სოციალური მასაც ემთხვევა, რომ ანუ ქალებს, კაცების საქმე გვაქვს ჩვენ თავზე აღებული და კაცები რაღაცნაირად დეგრადირდნენ და ნუ ეს ტენდენციებიც არის. შესაბამისად, მარკეტინგულად ძალიან ადვილად შესაფუთი არის, რომ აი ჩვენ რაღაცა ძალიან კაცურ ენერგიაში ვართ და მოდი ახლა ქალური ენერგიები ავიმაღლოთ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, გოპი, ანუ არა შაქტიანული ქალი ვერასდროს ვერ აიმაღლებს ქალურ ენერგიას, იმიტომ რომ არ აქვს, ანუ როგორ არ აქვს, ამ ქალური ენერგია აქვს, მაგრამ სხვა სახის და არა შაქტიანული. აქვს უბრალოდ მომხმარებლის ენერგია, მომხმარებელი ცუდად არ უნდა გავიგოთ, ანუ თუ სამყარო უნდა შეიქმნას და ამაზე პასუხისმგებლები არიან მაგირანები და არხატები, ანუ შაქტიანული ქალები და მათი წყვილები, ეს სამყარო ვისთვის უნდა შეიქმნას, რა თქმა უნდა, მომხმარებლებისთვის, ვისაც უნდა მომხმარებლის როლში თამაში და გამოცდილების მიღება, ამიტომ ისიც არის და ესეც არის. შესაბამისად გამოდის, რომ გოპი ქალი ვერასდროს ვერ აიმაღლებს ამ შაქტიანულ ენერგიას, იმიტომ რომ მასში არ არის, ხოლო შაქტიანული ქალი ვერ აიმაღლებს, სანამ ამის დრო არ მოვა. და ხელოვნურად ამის გაკეთება, ნუ არც მივა იმ შედეგამდე, რომ მართლა აუმაღლდეს ადამიანს შაქტიანული ენერგია და მერე დაზიანდეს, იმიტომ რომ უსაფრთხოების კანონი იმუქმედებს აქ და მაინც არ მოხდება ამ ენერგიის ამაღლება, თუ ამისი დრო არ არის და შესაბამისად, მოკლედ არ არის სწორი, რომ ზოგადად ქალური ენერგიის ამაღლებისთვის და შაქტის ენერგიის ამაღლებისთვის ჩვენ რაიმე სახის მებს მივმართოთ, ხო, სერვისებს. ყველაზე სწორი არის, რომ უბრალოდ ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრება, გავიაროთ ჩვენი გაკვეთილები, სრულქმნათ ჩვენი თავი, ჩვენივე თავში შევაერთოთ ბოლოები ერთმანეთთან, პოლარობები და როდესაც დასრულდება ჩვენი სრულქმნა, მერე თავისით აიღებენ ფეხს ტორმუზიდან და ეს ენერგია მდინარესავით უკვე შემოედინება ჩვენში. არის სხვათა შორის იმის პრეცედენტები, როდესაც შაქტიანული ქალები დროზე ადრე იყვნენ ინიცირებულები, ანუ ჯერ არ ქონდათ თავიანთი სრულქმნის გზა დამთავრებული და მანამდე იყო მათში გააქტიურებული შაქტიანული ენერგია, მაგრამ ეს იყო უფრო ადრეულ ეპოქაში და ადრეულ წლებში, იმიტომ რომ როგორც ყველაფერი მატერიალურ სამყაროში, ხო, ხა პირველად როცა იწყებ რაღაც საქმეს, უნდა დატესტო უნდა ცადო რაღაც სხვა ვერსიები, ხო? ხო და ასევე არის აქაც, ანუ შაქტიანულმა ქალებმა როცა დაიწყეს ინკარნაცია, ნუ ყოველთვის ინკარნირებდნენ, მაგრამ რაღაცა მომენტიდან უფრო მეტი ვარსკვლავური სულები ჩამოვიდნენ როგორც შაქტიანული ქალები და როდესაც ეს დაიწყო ეს პროცესი ესე აქტიურად, ხო, თავიდან არ იყო ეს პრინციპი, თავიდან პირდაპირ გააქტიურებული და შაქტიანული ენერგიით მოდიოდა ქალი, რომელმაც ძალიან ბევრი გადახვევა და გამრუდება გამოიწვია, ხო? აი მაგალითად რომ გავიხსენოთ მერლინ მონრო. მერლინ მონროს ჰქონდა უდიდესი შაქტის ენერგია. ეს იყო ბრაჰმანული ტიპის შაქტის ენერგიის მატარებელი ქალბატონი. ან ვიშნუს ენერგიის ახლა ზუსტად არ ჩანს, გავს ძალიან ერთმანეთს ახლა აქედან, მაგრამ ეს არ არის პრინციპიალური, ანუ შაქტის ენერგიის მატარებელი ქალბატონი იყო, რომელსაც თავიდანვე ქონდა, ანუ არ ქონდა ტორმუსად დაჭერილი და თავიდანვე მთლიანად იყო აი ამ მდინარესავით შაქტის ენერგიის გამტარი, მაგრამ რა მოხდა, ანუ იმის მაგივრად, რომ მას თავისი ცხოვრება განევითარებინა როგორც შემქმნელი მატერიაში გარდამქმნელი და შემქმნელი ქალის როლი ქონოდა, ამის მაგივრად ის მოცდა უამრავ უაზრო ურთიერთობაზე, იმიტომ რომ შაქტის ენერგია აი ეგეთი ტკბილი არის მერე მამაკაცებისთვის და არა მარტო მამაკაცებისთვის, ზოგადად ადამიანებისთვის და ისე მოხდა, რომ მან ეს თავის შაქტის ენერგია აქეთ-იქით ძალიან დაუფიქრებლად გაფლანგა, თან რა თქმა უნდა შაქტიანულ ქალს ძალიან მოსწონს მამაკაცის ყურადღება, არხატების ყურადღება, იმიტომ რომ მაგისთვის არის შექმნილი, რომ არხატში ჩადოს ენერგია და დიდი საქმეები გააკეთონ და სრულქმნან დედამიწაზე და ისე მოხდა, რომ მოკლედ მან გაფლანგა ეს შაქტიანული ენერგია მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებში და შესაბამისად ძალიან ახალგაზრდამ დაასრულა ცხოვრება, იმიტომ რომ ამოწურა მან იმდენად ფლანგა ეს ენერგია, რომ ამოწურა და აღარ ქონდა ასე ვთქვათ მეტი დრო დარჩენილი და მეტი ენერგია, რომ კიდევ გაეგრძელებინა ცხოვრება და რა თქმა უნდა თავისი საქმეც ვერ შეასრულა, რისთვისაც იყო მოსული. ამიტომაც აი ესეთი გამრუდებები იმდანად ხშირი იყო უფრო ადრე
ადრე, რომ ამის გამო მოხდა ცვლილება, რომ ამ შემთხვევაში შაქტიანული ქალის შაქტის ენერგიის ჩაღვრა ხდება მისი სრულ ქმნიდან და არა მანამდე, იმიტომ რომ მანამდე თუ მოხდა და ეს პრეცედენტები იყო უფრო ადრეულ პერიოდში, აი ესეთი სავალალო მდგომარეობით შეიძლება დასრულდეს ხოლმე, ამიტომ ეს ყველაფერი არის უაზრობა, ანუ ამ შემთხვევაში თუ ესეთი ხაზი იქნება, როგორც მერლინ მონროს ჰქონდა რეალურ ეთრისთვისაც მოდის შაქტიანული ქალი ის არ სრულდება, ამიტომ ამას არ ჰქონდა არანაირი შედეგი და მას მერე შეიცვალა და უფრო შეზღუდული გახდა შაქტიანული ენერგია რაღაცა დროის მონაკვეთში. ანუ სანამ შაქტიანული ქალი შეძლებს სრულ ქმნას. როდესაც შაქტიანული ქალი სრულ ქმნაში არის, იქ უკვე ის არის როგორც გურუ, როგორც ფილოსოფოსი, როგორც განსწავლული და მას აღარ ჭირდება უკვე აღარ ჭირდება რა, ანუ აღარ არის მიდრეკილი, რომ ეს შაქტის ენერგია ესე ფლანგოს და უდიერად გამოიყენოს და ურთიერთობებში დახარჯოს და ასე შემდეგ, ანუ უკვე თავის დაცვაც აქვს ნასწავლი, ბარიერებიც აქვს ნასწავლი და ყველაფერი შესაბამისად შემდგომში უკვე ეს აღარ არის საშიში იმ კუთხით, რომ ის რელსებიდან აღარ გადაუხვევს. ამიტომ ნებისმიერი ქალი, ვინც ისმენთ ხოლმე კონკრეტულად კატოსგან, ვისაც მოგისმენიათ ჩანაწერები, არის ინფორმაცია არ ხატებზეც, მაგირანებზეც და ასეთ კვანტურ ურთიერთობებზე და ზოგადად კვანტურ სულებზე, ვინც უსმენთ ამ ინფორმაციას და თქვენი თავი გაგიიგივებიათ შაქტიანულ ქალთან, ეს არ არის გასაკვირი, არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი ხდება რეზონანსის მიხედვით, ანუ ეს ინფორმაცია არ იქნებოდა ჩამოტვირთული და გაზიარებული, საჭირო რომ არ იყოს ქართული ბაზრისთვის და თქვენი თავი რომ არ გეპოვათ, ხო? ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ თქვენ თავს პარალელს აულებთ ამ შაქტიანულ ქალთან, უბრალოდ შეიძლება გქონდეთ ეჭვები, რომ აი თუ მე ვარ შაქტიანული ქალი, მაშინ რაღაცა სად არის ჩემი ქალური ენერგია და რატო ვარ მასკულინურ ენერგიაში, რატომ იწევს ამდენი პასუხისმგებლობის აღება, ამდენი სირთულის გავლა. იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელიც არის გასავლელი, სანამ შაქტიანული ქალი თავის სრულ ქმნაში შევა. სხვა შორის სწორედ ამაზე არის ასევე დაჩენელებული კატოსგანას ვებინარების სისტემა, რომელიც არის გამოღვიძება, ჰილინგი და მეტრიციდან გასვლა. განსაკუთრებით ქალებისთვის არის ეს თემა აქტუალური, იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში ჯერ მაგირანი, ანუ შაქტიანული ქალი გადის მატრიციდან და შემდეგ უკვე მოიძებნება მისთვის შესაფერისი არხატი, რომელთან ერთადაც მან მატრიციდან გასული მდგომარეობიდან უკვე მატრიცა უნდა სრულ ქმნას და გარდაქმნას. ამიტომ, მოკლედ, მაგაზე არ იდარდოთ, რომ რეზონანსი მაქვს ამ შაქტის ენერგიასთან და მგონია, რომ ვარ, მაგრამ რაღაცა პრობლემებში ვარ და რაღაცა ისე ვერ ვარ, ანუ ეს არ არის სადარდებელი. უბრალოდ იმის მაგივრად, რომ რაღაცა ქალური ენერგიის ამაღლების სემინარებზე ან რაღაცა იმეებზე იაროთ, ამას ჯობია რომ თქვენი პიროვნული ზრდის და განვითარების რაიმე კურსები გაიაროთ, რომელიც დაგეხმარებათ უბრალოდ რომ უფრო ეფექტურად და უმტკივნელად გაიაროთ ეს პერიოდი, იმიტომ რომ შაქტიანული ქალის სრულ ქმნა არის უმტკივნეულესი პროცესი, ამაზე მტკივნეული ალბათ მხოლოდ ძვლებში დამტვრევა შეიძლება იყოს მატერიალურ სამყაროში. შესაბამისად, რაც უფრო გიდირებულად ხდება, სხვისი ჩართულობით ხდება, სწორი ინფორმაციის მიღებით ხდება, თუნდაც გაფრთხილებით, რას უნდა ველოდოთ, როდის უნდა ველოდოთ და ასე შემდეგ, მით უფრო ადამიანისთვის ეს შეიძლება იყოს შეღავათი. ეხლა ამ გამტარობის პროცესში მოდის ერთი ინფორმაცია და იდეა, რომელიც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ და დაგეხმარებათ ეს თქვენი გზის გაკვლევაში. ეს არის ის, რომ როგორც ჩანს, ბევრი ადამიანის გონებაში, ვინც ამ ჩანაწერს მოისმენს, შეიძლება გაჩნდეს ესეთი მოთხოვნილება, რომ დროზე გაიაროს ეს პროცესი და მივიდეს თავის სრულ ქმნამდე და თავისი მაგირანული ენერგიის გამოვლინებამდე, თავის სრულ პოტენციალში. და ეს გზა ალბათ გინდათ რომ უფრო სწრაფად გაიაროთ. ამ შემთხვევაში ეხლა უბრალოდ ჩემთან ერთად შეგიძლიათ გაიმეოროთ მოთხოვნა, რომელიც არაფერს არ დაგიზიანებთ, უბრალოდ სწორ ან ინფორმაციამდე მიგიყვანთ, ან მასწავლებლამდე მიგიყვანთ, ან შინაგან მდგომარეობამდე მიგიყვანთ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ უფრო სწრაფად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ დრო ძალიან პირობითი არის, მაგრამ უფრო ეფექტურად და ნაკლებად ტანჯვით გაიაროთ ეს პროცესი. იმიტომ რომ თუ სამყაროში თქვენ ამას მოითხოვთ, სამყაროს უფლება არ აქვს, რომ სრული არ აგისრულოთ.
რა თქმა უნდა, არა ეგოისტურ სურვილებზე არის საუბარი და ეს თან სურვილიც არ არის, ეს არის თქვენი შაქტიანული ქალის მოვალეობაა, რომ სრულქმნამდე მივიდეს და შესაბამისად სამყარო ყოველთვის არის დაინტერესებული ჩვენი ფარველები და ყველა ის არსება ნათელი, რომელიც გიდრებას გვიწევს, აქეთ უფრო არის დაინტერესებული, რომ ჩვენ ხელი შეგვიწყოს, რომ აქამდე მივიდეთ, იმიტომ რომ ეს შაქტიანული ქალი არ არის კონკრეტული ინდივიდი, რომელიც ჩამოდის დედამიწაზე და როგორც უნდა ისე იცხოვრებს და გაერთობა, ანუ შაქტის ენერგიის ჩამომტანი ქალი არის ქალი, რომელიც ჩამოდის მისიისთვის და სამყაროს გარდაქმნისთვის და უამრავი სხვა ნათელი იერარქია არის ამასთან დაკავშირებული და ეს ერთი და მარტო არასოდეს არ არის ასეთი ქალი. შესაბამისად, ზემდგომი ჩვენი მფარველები და გამტარები უფრო არიან დაინტერესებული, რომ ხელი შეგვიწყო, ჩვენ უფრო მალე გავიაროთ ეს პროცესი და უფრო მალე მივიდეთ ჩვენი შაქტიანული ენერგიის ბოლომდე შეკვრამდე და სრულქმნამდე და აი ამ ტორმუზის, ასე ვთქვათ, ამოჭერამდე, რომელიც მერე ხდება. შესაბამისად, ახლა შეგიძლიათ გაიმეოროთ ჩემთან ერთად და ძალიან მყარად იგრძნოთ ამისი განზრახვა. მე ვთხოვ სამყაროს და ყველა იმ ნათელ ძალას, რომელიც ჩემს მფარველობაშია. ყველა იმ ნათელი ენერგიის იერარქიას, რომელსაც უნდა ახლა ჩემი დახმარება. მე გთხოვთ, რომ დამეხმაროთ, გავიარო ჩემი შაქტიანული ენერგიის სრულყოფის საკუთარ თავში სრულქმნის გზა. ყველაზე მარტივად, როგორც კი შესაძლებელია. ყველაზე უმტკივნეულოდ, როგორც კი შესაძლებელია. ყველაზე ოპერატიულად, როგორც კი შესაძლებელია. გავიმეოროთ კიდევ ორჯერ, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ზოგადად სამყაროსგან გსურთ ხოლმე რომ მიიღოთ, არა ეგოისტურ სურვილებს გულისხმობ, უნდა გაიმეოროთ 3 ჯერ. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე ვერ გავიმეორებთ, მაგრამ დაახლოებით იგივე შინაარსის წინადადებებს გავიმეორებთ. მაშ ასე გაიმეორეთ ჩემთან ერთად. მე ვაფიქსირებთ ხოვნას სამყაროში, რომ ნებისმიერი ნათელი ძალები, რომლებიც ჩართულები არიან ახლა ჩემ მფარველობაში. ან ის ნათელი ძალები, რომლებიც არ არიან ჩემ მფარველობაში, მაგრამ შეუძლიათ ჩემი დახმარება. მე ვთხოვ ნათელ ძალებს და მხოლოდ ნათელ ძალებს. დამეხმარეთ ჩემი შაქტიანული გზის გავლაში, პიროვნულ სრულქმნამდე, ყველაზე ნაკლები ტკივილით, ნაკლები დარდით, ნაკლები ეკლებიანი გზით, რომ გავიარო ეს გზა. მე ვთხოვ დახმარებას ნათელ ძალებს. და გავიმეოროთ მესამე ჯერაც. მე ვთხოვ სამყაროში მხოლოდ ნათელ ძალებს, ჩემ მფარველებს, ან არა ჩემ მფარველებს, იმ ნათელ ძალებს, რომლებსაც ახლა შეუძლიათ ჩემი დახმარება, რომ გავიარო ჩემი პიროვნული სრულქმნის გზა შაქტიანულ ენერგიის გამტარობამდე, ყველაზე უმტკივნეულოდ, ყველაზე მარტივად, ყველაზე სწორად, ყველაზე ეფექტურად, ყველაზე მალე, ყველანაირი ზიანის გარეშე და შესრულდეს ჩემი სიტყვა. ყველანაირი ზიანის გარეშე ჩემთვის და ნებისმიერი სხვა არსებისთვის ამ და სხვა ყველა სამყაროში. და შესრულდეს ჩემი სიტყვა. ყველანაირი ზიანის გარეშე ჩემთვის და ყველა სხვა არსებისთვის ამ და ყველა სხვა სამყაროში. და შესრულდეს ჩემი სიტყვა. ყოველგვარი ზიანის გარეშე ჩემთვის და ყველა სხვა არსებისთვის ამ და ყველა სხვა სამყაროში.
მადლობას ვუხდი ფარველებს, მადლობას ვუხდი ყველა ნათელ არსებას, რომელიც ამ საქმეში ჩემს გვერდით იქნება. მადლობას ვუხდი სამყაროს და ღმერთს ამ შესაძლებლობისთვის, რომ ეს გზა შემიძლია გავიარო. და ვუგზავნი უპირობო მადლიერებას მთელ სამყაროს იმისთვის, რომ მომცა შესაძლებლობა ზუსტად ასეთი ცხოვრებით მეცხოვრა, ზუსტად ასეთი გზა გამევლო და ზუსტად ასეთი გამოცდილება მიმეღო. ალბათ თქვენ იგრძნობთ თქვენ სიტყვებში ძალას და თუ ამ სიტყვების გამეორებისას თქვენ იგრძენით შინაგანად ძალიან დიდი რეზონანსი ამ სიტყვებთან, ესე იგი უკვე უტყუარია ის, რომ თქვენ ხართ შაქტიანული ქალი და ეს ჩათქმა და ეს თხოვნა ბევრად უფრო მალე და ბევრად უფრო ეფექტურად მიგიყვანთ თქვენ სრულ ქმნამდე და შაქტის ენერგიის ჩაღურამდე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქალური ენერგიის ასამაღლებელი სემინარი. იმიტომ რომ ქალური ენერგიის ამაღლებას არანაირი აზრი არ აქვს, თუ ქალი არ არის სრულქმნილი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ქალი ვერ გამოიყენებს ამ ენერგიას სწორად, გაფლანგავს და ვერ შესრულებს თავის საქმეს, რისთვისაც არის მოსული. არავითარ შემთხვევაში არ მინდა დაუგმო ასეთი სერვისები, თუ თქვენ ეს გსიამოვნებთ და თუ უბრალოდ პროცესი მოგწონთ, შეგიძლიათ იაროთ უბრალოდ მოლოდინების გარეშე, იმიტომ რომ თქვენი შაქტიანული ენერგიის დინების გააქტიურება მოხდება მხოლოდ თქვენი სრულქმნის შემდეგ. თუ უბრალოდ მოგწონთ ზიარული და ამ იდეოლოგიაში ყოფნა, ამას არაფერი ცუდი არ მოყვება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სანამზად არ იქნებით, მაინც არ მოხდება ეს პროცესი. მაგრამ მოლოდინები არ უნდა გქონდეთ, რომ ეხლა წავალ რაღაც სემინარზე და ვიღაცა სხვა ამიწევს ქალურ ენერგიას, იმიტომ რომ ვერავინ ამას ვერ გააკეთებს, ეს არის გაწერილი პროგრამასავით, როცა თქვენ დაიბადეთ, რომ სანამ თქვენ არ მიხვალთ სრულქმნამდე, რომ ეს არ უნდა მოხდეს, არ უნდა გააქტიურდეს თქვენი შაქტიანული ენერგია. ასევე შაქტიანული ენერგია გარდა იმისა, რომ სამყაროს შექმნა შეუძლია, სამყაროს დანგრევად შეუძლია, იმიტომ რომ შემქმნელ ენერგიას ყოველთვის დანგრევად შეუძლია, ხო? და ამიტომაც ძალიან ბევრი ქალისთვის საშიშია, ბევრი კი არა, ყველასთვის საშიშია შაქტიანული ქალისთვის, სანამ სრულქმნამდე არ მივა, იმიტომ რომ თავის დეგრადაცია შეუძლია პირველ რიგში და მერე სხვა ადამიანებისაც. თუნდაც ამის განზრახვა არ ქონდეს ქალს. ამიტომ მივდექით ამ საკითხს ძალიან როგორ თქვა, ნეიტრალურად, არ იჩქაროთ, იმიტომ რომ თუ ხართ შაქტიანული ქალი, ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, ეს ძლოდებით და ალბათ გულისეღრმეში ყოველთვის გრძნობდით რაღაცა უფრო დიდი ძალის მატარებელი იყავით და დიდი მისიისთვის იყავით მოსულები და ეს აუცილებლად თქვენთვის მოხდება. უბრალოდ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება იმაზე მალე, ვიდრე თქვენ გაივლით თქვენი საკუთარი თავის სრულქმნის პროცესს. ანუ ფსიქოლოგიის ენაზე რომ ვთქვათ, თქვენ თავში ჩრდილოვანი მხარეების გამთლიანებაზე არის საუბარი, ხოლო ეზოთერულად და ენერგეტიკულად თუ ვიტყვით, მაშინ თქვენ თავში ყველა იმ სხვა ასპექტის გამთლიანებას, რომელიც თქვენი თავიდან ახლა განდევნილი ყავთ. ამ თემაზე თუ არის კიდევ რამე ინფორმაცია და თუ შეიძლება კიდევ რამე ითქვას, ან იქნებ თქვენი მსმენელის თავში არსებული კითხვები, შემიძლია ახლა დავასკანერო და ვიგრძნო რა შეიძლება გაჩნდეს. ხო, ძირითადად აქ არის ახლა რაც ყველაზე მეტად ქაოს ქმნის არის, როგორ მივიდე მაგ მდგომარეობამდე, ანუ სრულ ქმნამდე და რით ვერ მივედი ამდენი ხანია ვიტანჯები ეს რაღაცა პრეტენზიას ავიჯღერს, მაგრამ აბსოლუტურად მესმის ეს პრეტენზია, იმიტომ რომ ეს გზა ძალიან დამღლელია, კი ბატონო. რაც შეეხება როგორ მივიდე, სხვათა შორის აქ არ არის რაიმე კონკრეტული ინსტრუქცია, იმიტომ რომ შეგიძლიათ ეს გზა გაიაროთ სტანდარტული ფსიქოთერაპიის გზით, ანუ shadow work-ი, რასაც ქვია, აჩრდილებთან მუშაობის გზით და აქ თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიძიოთ სპეციალისტი, ვისაც ენდობით. ასევე შეგიძლიათ გაიაროთ არა კლასიკური ფსიქოთერაპიული გზით, არამედ უფრო ენერგეტიკული და
ეზოთერული კუთხით. ამ შემთხვევაში აგერ კატოს ავტორო ვებინარი არის დაჩენელებული ზუსტად ამ თემაზე და ამ ეტაპზე ეს ხელმისაწვდომი არის. და ასევე ალბათ იქნება სხვა კურსებიც, რომელიც მოგეწონებათ და მიგიზიდავთ. თუნდაც უცხოენოვან ბაზარზე იქნება კიდევ სხვადასხვა ვარიანტები. თქვენ რომელიც მიგიზიდავთ ის უნდა აარჩიოთ, იმიტომ რომ ესე არ არის რომ სამყაროში ვიღაცა უფრო მაგარი მასტერია და ვიღაცა ნაკლები და თუ საუკეთესოსთან მიხვალ რომ ის უეჭველი დაგადებინებს შედეგს, ანუ ესე არ მუშაობს, ანუ სამყარო მუშაობს რეზონანსის პრინციპით, ანუ თუ რეზონირებ კონკრეტულ მასწავლებელთან, კონკრეტულ ადამიანთან, მაშინ ის უფრო მეც მოგცემს, ვიდრე პირობითად მაგაზე უფრო მაგარი მასტერი, რომელთანაც არ რეზონირებ. ამიტომ ამ გზაზე და არა მარტო ამ გზაზე, ზოგადად ეს ყველაფერში უნდა გაითვალისწინოთ, რასაც არ უნდა ეხებოდეს. ანუ თუ რამის სწავლა გინდათ და ვიღაცა ადამიანისგან რამის მიღება ხო, ყოველთვის მოძებნეთ რეზონანსით. ეს მას არ ნიშნავს, რომ მაგალითად რაღაც საგნის სწავლა რომ მინდა და ვიღაც კონკრეტულ ადამიანთან რეზონირდი, არ ნიშნავს, რომ მე მთელი ცხოვრება ის უნდა იყოს თქვენი მასწავლებელი. შეიძლება სხვა დროს სხვასთან რეზონირდეთ და უამრავი მასწავლებელი გყავდეთ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება რეზონანსით აარჩიოთ და არა ვინ აქო და ვინ არის ყველაზე მაგარი და ვის უფრო მაგარი რეიტინგი აქვს, ან ვის უფრო მეტი ფოლოვერი ყავს, ან ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ თქვენი რეზონანსი არის განსაზღვრული, იმიტომ რომ რეზონანსი გეუბნებათ იმას, რომ ზუსტად ის გაკლიათ და ზუსტად ის აქვს იმ მასწავლებელს, რაც თქვენ გაკლიათ, უბრალოდ რეზონანსიც მაგითო ხდება. რომ აი ზუსტად იმის მომცემია, რაც თქვენ გჭირდებათ იმ ენაზე და იმ ფორმატში. ამიტომ ეცადეთ, რომ რეზონანსით მოძებნოთ ხოლმე მასწავლებლები, თუ გინდათ ეს ფსიქოლოგი იყოს, მასწავლებელს ამ შემთხვევაში ყველა სახის ადამიანს ვარქმევ, რომელიც დაგეხმარებათ ამ გზის გავლაში. შეიძლება იყოს მეგობარი, რომელსაც უბრალოდ გაუზიარებთ რაღაცებს, შეიძლება იყოს ფსიქოლოგი, შეიძლება იყოს ასტროლოგი, შეიძლება იყოს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი ადამიანი, მაგრამ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში. მარტო შეიძლება ამ გზის გავლა, მაგალითად კატო მარტო გაიარა და შესაძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ მაგისთვის ეს არ არის ტიპიური შემთხვევა, იმიტომ რომ კატომ სხვა მიზეზების გამო გაიარა მარტო, ეს მისი სულის წარმოშობას ეხება და მას ეს შეეძლო, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. სხვა სულებს, თუნდაც შაქტიანულ სულებს ჭირდებათ ხოლმე გიდირება და ყველასთვის არ არის ეგრე, რომ მარტო შეუძლია ამის გავლა. ანუ ბევრი ადამიანს ჭირდება გიდირება, საკმაოდ ბევრი ადამიანს, ვიდრე არ ჭირდება. ანუ უფრო ნაკლები ადამიანი გადის ამას გიდირების გარეშე ამ გზას და უფრო მეც ჭირდება გიდირება და ასე ვთქვათ, ხელის ჩაკიდება და ამ გზაზე წაყვანა. ამიტომ მან ჯობია რომ პირდაპირ ეძებოთ ვინმე სხვა ადამიანი, აი თუ ძალიან მყარად არ გრძნობთ თქვენ თავში, რომ შეგიძლიათ ამ გზის მარტო გავლა, თუ გრძნობთ, მაშინ სავარაუდოდ შეგიძლიათ, მაგრამ თუ ეჭვი გეპარებათ ან აი ეგრე მყარად არ გრძნობთ თავს, რომ შეგიძლიათ ამის მარტო გავლა, მაშინ ჯობია რომ ეძებოთ ხო სხვადასხვა ადამიანები, ვინც ამ გზაზე დაგეხმარებიან, სხვადასხვა სპეციალისტებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით, რაც თქვენთან რეზონირებს. არ არის აუცილებელი, როგორც თქვი, რომ რაიმე კონკრეტული ნიშა ქონდეს ადამიანს, ხო, შეიძლება იყოს ფსიქოლოგი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, სფეროს წარმომადგენელი, იმიტომ რომ სამყაროში ამ ეტაპზე ძალიან ბევრი მკურნალი სულები არიან ჩამოსულები და ეს მკურნალი სულები სხვადასხვა პროფესიებში არიან, ხო, ზოგი პირდაპირ მნიშვნელობით მკურნალია, ზოგი მედიტატორია, ზოგი რეიკის საპრაქტიკებს, ზოგი იმას, ზოგი ამას, ანუ მთავარია რომ თქვენ ვისთანაც რეზონირდებით, იმასთან გადაიკვეთოთ და თქვენს რეზონანსს დაუჯეროთ. მერე სხვა ეტაპზე შეიძლება სხვასთან გქონდეთ რეზონანსი და ასე შემდეგ. ამიტომ მანდ ნამდვილად ჯობია რომ მარტო არ იყოთ, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ ვერ შეძლოთ ამ გზის გავლა მარტო, ან შეიძლება ძალიან დიდი წვალებით გამოგივიდეთ და მერე თქვათ, რომ არ ღირდაო და ჯობდაო ვინმესთან ერთად გამეკეთებინო, იმიტომ რომ არ დაგვაუწყდეს, რომ როგორი მაგირანიც არ უნდა იყოთ, როგორი დიდი შაქტის ენერგიაც არ უნდა გქონდეთ და როგორ დიდ საქმეც არ უნდა იყოს ჩამოსული მატერიაში, ჩვენ ყველა ვართ ფიზიკურ სხეულებში. ფიზიკურ სხეულებს
წყალში არის ჩვენი დაკვირვების ცენტრი და ფიზიკურ სხეულს გააჩნია ნერვული სისტემა და ხშირ შემთხვევაში ესეთი შემთხვევებიც არის, რომ კი ბატონო, ქალი მიდის თავის სრულქმნამდე, მაგრამ ნერვული სისტემა იმდენად ზარალდება, რომ მერე უბრალოდ არაფრის თავი აღარ არის, ანუ სხეულს აღარ შეუძლია, რომ ჯანმრთელად იოპერიროს და შაქტის ენერგიის გამტარი იყოს. ამიტომ ეს ყველაფერი რომ მოხდეს უსაფრთხოდ ნერვული სისტემა იყოს წყობში, იმიტომ რომ შაქტიანულ ქალს ისედაც ძალიან რთული რაღაცების გავლა უწევს და ისედაც ნერვულ სისტემასთან არის პრობლემები, ხო? ამიტომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სრულქმნამდე რომ მივალთ, მერე სხეული უნდა იყოს წყობში, რომ ის შაქტის ენერგია მერე ჩამოიღვაროს და ჩამოვიდეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ თუ უნდა სტანდარტული გზები გამოიყენოთ, როგორც არის ნერვული სისტემის რეგულაცია, სტანდარტული ფიზიკური ვარჯიშები, ან მედიტაცია, ან ნებისმიერი რამე, რაც თქვენ მოგწონთ და თქვენს ნერვულ სისტემას ეხმარება ზოგადად ცხოვრებაში. კიდე აქ ვხედავ კითხვები არის მამაკაცებთან დაკავშირებით და რატო ვსაუბრობ მაინც და მაინც ქალბატონებზე. აქ არის ჩაწერილი ინფორმაცია ზოგადად ვინ არიან მაგირანები, ვინ არიან არხატები და ეხლა აქ სრულიად არ გავშლი ამ თემას, იმიტომ რომ ეს ჩანაწერები უკვე არსებობს და შეგიძლიათ მოისმინოთ და მოიძიოთ. კატოს მხრიდან არის ეს ჩანაწერები გაკეთებული, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ შაქტის ენერგია არის შემქმნელი ენერგია, ხოლო რომელიც არის აუცილებლად ქალში, ანუ მამაკაცს არ აქვს შაქტის ენერგია. მამაკაცს აქვს მასკულინური ენერგია და ანუ შაქტი რა არის ზოგადად შივას ქალური მხარე, ანუ შივა შაქტი არის ვედურად თუ ვიტყვით, ხო? ანუ ეს ახლა არ იფიქროთ, რომ რაიმე რელიგიასთან არის კავშირში, ან რომელიმე რწმენასთან, არაფერ შუაში არ არის. არ გეგონოთ, რომ ახლა შივაიტური რელიგიიდან გესაუბრებით, ან თუნდაც ვაიშნავური ან რაიმე სხვა. ანუ უბრალოდ ავიღოთ შივა შაქტი, აქედან მოდის ეს ტერმინი, ხო? შაქტი. შივა შაქტი, შივა რა არის? შივა არის დამანგრეველი, შაქტი არის შემქმნელი და შივა შაქტი ერთად არის სამყაროს შექმნა და დანგრევა და დანგრევა აუცილებელი კომპონენტია, იმიტომ რომ როგორ უნდა ააშენო რაღაცა, თუ ჯერ რაღაცა ძველი არ დაინგრა და აშენება და დანგრევა ზოგადად არის მუდმივი პროცესი სამყაროსი. შესაბამისად, თუ ამას გავაიგივებთ როგორც მამაკაცისა და ქალის ენერგია, როგორც დედამიწაზე შეიძლება ქალში და მამაკაცში ეს ენერგიები იყოს გადანაწილებული, ხო? ანუ შაქტი არის შივას ქალური მხარე და ქალური ენერგია, რომელიც არის შემქმნელი ენერგია და მამაკაცი ამ შემთხვევაში გამოდის როგორც მოდი ესე ვთქვათ, მშენებელი, რომელიც ამ შაქტის ენერგიას აიღებს და ამ ენერგიისგან რაღაცებს ააშენებს, ხო? აი მოდი ავიღოთ, რომ ესე უხეში შედარება, მაგრამ შაქტის ენერგია არის აგურები და მამაკაცი ამ შემთხვევაში არხაც გულისხმობ, ანუ იმ მამაკაცს, რომელიც რეზონანსულია შაქტის ენერგიაზე და მიმღებია შაქტის ენერგიას, იმიტომ რომ ყველა მამაკაცი არ არის მიმღები, ისე როგორც ყველა ქალი არ არის შაქტის ენერგიის მატარებელი. ამ შემთხვევაში მამაკაცი, რომელიც რეზონანსულია შაქტის ენერგიაზე და გამტარია და მიმღებია, ეს არის მშენებელი, რომელიც ამ აგურებს უბრალოდ სწორედ დაალაგებს და შექმნის ახალ სამყაროს, ან გარდაქმნის, ან რაღაცა სიახლეებს შემოიტანს დედამიწაზე. აქ შეიძლება ქალს გაუჩნდეს პრეტენზია, რომ მეც თორემ არ შემიძლია ავაშენო და ესეც არის გარკვეულწილად, ხო, ფემინური გამოვლინება დედამიწაზე და ეს ფემინიზმი სხვათა შორის არასწორი გზა არის. ფემინიზმიც ცოტა ბნელი ძალების უხეში ამის თქვა, მაგრამ შემოგდებული თემა არის. იმიტომ რომ ქალი ვერასდროს ვერ იქნება თანაბარი მამაკაცთან, ოღონდ იმიტომ არა, რომ ქალი ნაკლებია ვიდრე მამაკაცი, ან იმიტომ რომ მამაკაცი არის უფრო ნაკლები ვიდრე ქალი, უბრალოდ იმიტომ რომ აი როგორც რაღაცა პეპელა ვერასდროს ვერ იქნება უკეთესი ვიდრე თევზი, ან თევზი ვერ იქნება უკეთესი ვიდრე პეპელა, იმიტომ რომ სხვადასხვა არსებები არიან და ორივეს თავისი კარგიც აქვს და ცუდიც აქვს. არავინ არც ერთზე მაღლა და დაბლა არ დგას. ასე არის ქალისა და მამაკაცის ენერგია, ამ შემთხვევაში ისევ და ისევ გულისხმობ შაქტიანული ქალისა და არხატის, ანუ მამაკაცის, რომელიც რეზონანსულია შაქტიანულ ენერგიაზე, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ქალი არის ენერგიის გამცემი და მამაკაცი მშენებელი. სხვათა შორის
ასევე არის გარდამტეხი პროცესი, როდესაც შაქტიანული ქალი მიდის თავის სრულქმნამდე რაღაცა ეტაპზე, როდესაც ის თავის თავში აერთიანებს პოლარობებს და იერთებს თავის განდევნილ მხარეებს, ის ასეც აკეთებს, ანუ თვითონ იწყებს ამ აგურების გამოყენებას და მშენებლობას. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ აი უბრალოდ წარმოიდგინეთ მშენებლობა, სადაც მუშაობს ერთი კაცი და ახლა წარმოიდგინეთ მშენებლობა, სადაც მუშაობს ორი კაცი. და ერთ შეუძლია აგურების წარმოქმნა და მეორეს შეუძლია ანუ მეორემ კარგად იცის ამ აგურებისგან როგორ ააშენოს და ეხლა რომელიმე ერთს რო შევტენოთ ორივე საქმე, რა თქმა უნდა, ისე ვერ წარიმართება ხომ მშენებლობა. ამიტომ ერთს ერთი და ის აქვს რაღაცა თავისი მოწოდება და მეორეს მეორე. ამიტომაც არის ესე გადანაწილებული. თორე ქალს რა თქმა უნდა შაქტიანულ ქალს თავისით შეუძლია თავისივე აგურებით რაღაცების შექმნა, მაგრამ ეს ვერასდროს ვერ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც თავის არხატთან ერთად შეუძლია რომ გააკეთოს, ანუ თავის მამაკაცთან ერთად. ხოლო მამაკაცს დამოუკიდებლად მარტო თვითონ არხატ მამაკაცს გულისხმობ, არ შეუძლია არაფრის შექმნა, იმიტომ რომ მას სჭირდება აგურები, რომ რამე ააშენოს, თვითონ ვერ წარმოქმნის ამ აგურებს და ქალი მაგირანი წარმოქმნის ამ აგურებს. ამიტომაც არის რომ ხშირად არხატ მამაკაცები ყოველთვის შაქტიანულ ქალებს ეძებენ, იმიტომ რომ ამ ენერგიაზე აქვთ რეზონანსი და ისინი გრძნობენ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ქალს გაიჩერებენ გვერდით და მაგის მიხედვით ან აეწყობა თან დაენგრევა ცხოვრება და სწორედ მაგაზე არის დამოკიდებული, რამდენ სწორად აწვდის შაქტიანული ქალი შაქტის ენერგიას თავის მამაკაცს და ეს მამაკაცი რამდენად სწორად და კეთილსინდისერად იწყებს მე რაღაცების შენებას და ერთობლივად რამდენად სწორი სინთეზია. მაგრამ ეს ყველაფერი არ მოხდება, სანამ შაქტიანული ქალი არ გაივლის თავის სრულქმნას. და თავში გამთლიანებას. ამიტომაც არის, რომ მამაკაცზე ამ ეტაპზე ნაკლები ყურადღება მაქვს გამახვილებული და ძირითადად ვსაუბრობ შაქტიანულ ქალზე, იმიტომ რომ სწორედ ქალი არის ამ ენერგიის მატარებელი. აი რო წარმოვიდგინოთ მაგალითად ავტომობილი, ხო? მანქანა ქალი არის საწვავი, თუ საწვავი არ იქნა, მანქანა არ წავა. სწორედ ესეთ შედარება შემიძლია გავაკეთო, რომ შაქტიანული ქალი არის საწვავი და მანქანა არის მამაკაცი. ანუ მამაკაცი ვერსად ვერ წავა, თუ არ ჩაასხი ბენზინი მანქანაში. და ეს არის სწორედ შაქტიანული ენერგია და ყველაფრის მამოძრავებელი ენერგია. მგონი ყველა კითხვას გავიცი პასუხი, მაგრამ კიდე დავაკვირდები თუ რაიმე კითხვები არის. ეხლა რაღაცა არეული ფიქრებიც არის, რომ ცოტა შეიძლება ამოგიყირავდეთ წარმოდგენები რაღაცებთან დაკავშირებით, მაგრამ არა უშავს დაალაგდება. ანუ ეხლა დღეს ამ ჩანაწერში რეალურად ჩვენ რაც გავაკეთეთ არის, რომ ის პათერნები აი ეხლა ვხედავ როგორც ოთახს, რომელშიც ძალიან დიდი ხანია ზუსტად ერთნაირად არის ყველაფერი დაალაგებული. და ამ ჩანაწერით თითქოს აი ერთი კაი ტორნადო მოვიდა, რომელმაც ამ ოთახში ყველაფერი დაშალა და თავის ადგილებიდან ჩამოყარა რაღაცეები, ხო, წიგნები და ნივთები და რაღაცეები, მაგრამ იმიტომ არა რომ რაღაცა ცუდი უნდა მომხდარიყო, უბრალოდ იმიტომ, რომ როდესაც ჩვენი გონებიდან შემოდის ასე ვთქვათ გრიგალი ჩვენს ცნობიერებაში და მანამდე არსებულ შაბლონებს ჩამოგვიყრის თავიანთი თაროებიდან, სწორედ მაშინ ხდება და გვეძლევა საშუალება, რომ გადავხედოთ ამ შაბლონებს და თავიდან გადავწყვიტოთ, მიუჩინოთ თუ არა იგივე ადგილი და საერთოდ გვჭირდება თუ არა ესა თუ ის შაბლონი, ხო? იმიტომ რომ აი მოწარმოიდგინოთ, ხო, თქვენი ოთახი ბავშვობიდან, ანუ ბავშვობაში რა თქმა უნდა, სხვა ნივთები გექნებოდათ ოთახში, სხვანაირად გექნებოდათ განლაგებული. ახლა კი თვალი შეეჩვია და ვეღარ ამჩნევთ, რომ რაღაც ისეთი ნივთები გაქვთ, რომელიც არ გჭირდებათ. და ესე არის ცნობიერებაშიც, ანუ დრო რო გაედეს, ჩვენ ვერ მომჩნევთ, რომ რაღაცა პათერნები აღარ გჭირდება და ამიტომ ასეთი ინფორმაციის მიღება თუნდაც სრულად ვერ გაიგოთ და ვერ აღიქვათ რა ხდება და როგორ ხდება და მილიონი კითხვა გაგიჩნდეთ, ხო? ემსახურება ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას, რომ თქვენს გონებაში არსებული პათერნები ჩამოყაროს, რომელიც თქვენ დაფიქრდეთ, გაწყობთ თუ არა ისევ გარკვეული პათერნების უკან დაბრუნება. ზოგი შეიძლება გაწყობდეთ დააბრუნოთ, ზოგი შეიძლება აღარ გაწყობდეთ. ამიტომ ახლა მაგის ნუ შეგეშინდებათ, რომ ბევრი რამე შეიძლება ვერ გაიგოთ. თქვენს ქვეცნობიერში შემოვიდა ეს ინფორმაცია და თქვენი ცხოვრება ნელა ისეთ ტალღაზე წავა და ისეთი მოვლენები შემოვა, რომელიც დაგეხმარებათ ამ ყველაფერში, რომ გაერკვეთ. მაგის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ამ ჩანაწერის მთავარი მიზანი არ არის, რომ თქვენ ინფორმაციულად დაკმაყოფილდეთ. ასეთი ჩანაწერების მიზანი არის, რომ ენერგია შემოვიდეს თქვენში, რომელიც დაატრიგერებს იმ განვითარების გზას, რომელიც თქვენ გაქვთ წინ გასავლელი და რომელიც მოგაწვევათ აღმართში, რომ ეს გზა ბოლომდე გაიაროთ. ამიტომ არაუშავს, რომ ძალიან ბევრი ქალ
კონკრეტული კითხვები გაქვთ, რომელიც არ არის პასუხგაცემული და ვერ ამოიწურა ამ ჩანაწერის განმავლობაში. რაც რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დააფიქსიროთ თქვენი კითხვები და შემდგომ შეიძლება გატომ კიდევ გააკეთოს ასეთი ჩანაწერი იგივე თემაზე, გააგრძელოს თუ რა თქმა უნდა რაიმე საინტერესო და ასეთი კითხვები იქნება, რომელიც სათავეს ჩაუდებს, რომ სრული ასეთი ჩენელინგი კიდევ ჩატარდეს. ამ ეტაპზე კი უბრალოდ არ იდარდოთ იმაზე, რომ ბევრი რამე შეიძლება ვერ გაიგეთ, ან ცოტა გაუგებრობაში დარჩით. ამ თემაზე ამ ეტაპზე სულ ეს იყო და გიგზავნით ენერგიას, რომელიც დაგეხმარებათ ამ გზის გავლაში.